კოტე მახარაძის სახელობის მედია ტურნირი მინი ფეხბურთში, რომელიც 2019 წლიდან ტარდება და წელს მე-6-ს გაიმართა, სწორედ საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ბოლო ორი ტურნირი ბათუმში ჩატარდა, შეჯიბრში მონაწილეობას 8 ქვეყნის ნაკრები იღებდა: უკრაინა, ლიეტუვა, უნგრეთი, რუმინეთი, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო და სწორედ უკრაინის დამარცხება მოახერხა საქართველოს ფინალურ ეტაპზე ანგარიშში 4-0. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე თანამედროვე სპორტული ჟურნალისტიკა, გამოწვევები და შესაძლებლობები. ტრადიციულად ტურნირი საქართველოს სპორტის სამინისტროს პატრონაჟით ჩატარდა, ასპარეზობის მხარდამჭერი კი აჭარის სპორტის დეპარტამენტი გახდა. Asi! წელს მოვიგეთ მის სახელზე ეს ტურნირი და მომავალ წელს აი უფრო სერიოზულ ტურნირს ჩავატარებთ. ძალიან კარგია რომ ჩამოვიდნენ უკრაინელი მეგობრები, რომლებიც ომში არიან იცით და მოახერხეს მაინც ჩამოსვლა. 7 ქვეყანა ჩამოვიდა და ტრადიციული ტურნირია რა და მე მგონი ძალიან კარგად ჩაიარა და დასთავარია ჩაიარა ბათუმში, ჩაიარა ძალიან ესეთი თბილ ატმოსფეროში და ყველანი მაყოფილები დარჩა. სახელმწიფო და კონკრეტულად სპორტის სამინისტრო ხელს შეუწყობს სპორტული ჟურნალისტიკის განვითარებას, კვლავაც გააგრძელებს მათ მხარდაჭერას. სპორტული ჟურნალისტიკის განვითარება და სპორტული ჟურნალისტების დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან კონსტრუქციული და საინტერესო ფორმატით მომავალში კიდევ უფრო უკეთესად გავაგრძელებთ ურთიერთთანამშრომლობას, შევქმნით განსხვავებულ ფორმატებს ურთიერთთანამშრომლობისა სახელმწიფოსა და ზოგადად სპორტული ჟურნალისტიკის განვითარების კუთხით. ამაში ჩართული იქნება როგორც სამინისტრო, სამომავლოდ სპორტის უნივერსიტეტიც და შეუწყობთ ხელს სამომავლოდ სპორტული ჟურნალისტიკის ახალი კვალიფიცირებული კადრების მომზადებასაც.